მე ვარ ლია დეკანაძე, პროფესიით ვარ პედაგოგი, ვარასდროვე მეფუტკრე, ცხოვრობ სოფელ ლიდაჭარაში. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ტკბილეულობა და განსაკუთრებით თაფლი. ალბათ ეს სიყვარული გამოუყვა და რატომღაც სულ მქონდა სურვილი, რომ მქონოდა სკა და მომევლო მათთვის. პირადიდან აზოგით შევიძინე 2 სკა და დავიწყე აქედან მოვლა. უამრავი რაღაცა სჭირდება ფუტკრის მოვლას. ეს ყველაფერი თუ არ იცი მეფუტკრემ, ძალიან რთულია. ვერც ამრავლებ, ვერც პროდუქციას ვერ მიიღებ. სხვათა შორის უამრავი პროდუქცია მზადდება მისგან. დინდგელი ცალკე, სანთელი ცალკე, თაფლიც უნდა მოიწიო ფუტკარი რომ გეყოლება თავისთავად. დანაზოგით შენაძენი 2 სკა არ აღმოჩნდა ყველაფრისთვის საკმარისი. შემოვიდა კომპანია ჭარისწყალი ჯორჯია და აი მათგან ხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ პროექტებთან ერთად ერთ-ერთი სოციალური პროექტი იყო მიწის მფლობელები ვინც ვიყავით იმ ტერიტორიაზე სადაც კაშხალი უნდა აგებულიყო. ვისაც რა სურვილი ჰქონდა, იმის მიხედვით დაგვეხმარა კომპანია, მოგვიყვანა ფსკები და თავისთავად გამრავლდა ჩვენი სასკე. შემდეგ საჭირო იყო ცოდნა, რომ შესაბამისი მოვლა გაგვეწია ფუტკრებისთვის, დაიწყო ტრენინგები. ყველაფერი რაც დღეს ვიცი და ვიყენებ ფუტკრების მოვლის დროს არის აი ამ ტრენინგების დამსახურება. დღესდღეობით მყავს 8 ოჯახი ფუტკარი. ძირითადად ვაწარმოებთ თაფლს. პანდემიის დაწყებამდე ტურისტებს მიქონდათ ძალიან კარგად. პანდემიის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მიაქვს. გაუჩნდა ოჯახს ფაქტიურად დამატებითი შემოსავალი. მინდა რომ უფრო გავაფართო ეს ყველაფერი, თუ ვინმე დაინტერესდება და სურვილი ექნება შეისწავლოს, გაცოდნა და გამოცდილებაც მე მივიღე და მასწავლეს, თავისთავად გავუზიარებ მათ, დავასაქმებ, ვასწავლი, თუ კარგი გასავალი ექნება ჩვენს ქვეყანაში თაფლს. ჩემი სურვილი არის რომ უფრო ბევრი მყავდეს და მოვარო უფრო ბევრ ფუტკარს.